ასეთი რამე ნანახი უმეტესობა თქვენგანს არ გექნებათ. ხომ მართალი ვარ ბატონო რაულ? ნამდვილად რომ ასე იქნება, სავარაუდოდ ასე ვფიქრობ მეც. ეს საოცარი ადგილი არის ფუტკრის საუნა. აპითერაპიის სახლი სოფელ ძენწმაში. აპითერაპიის სახლი იგივე არის საუნა, როგორც ასე. არის ჯანმრთელობის სარგებლო და მისი ფუნქცია არის დანიშნულება, რომ მომხმარებელმა შევიდეს, უნდა წამოწება, უნდა დაჯდება მისი ნევა არის და ღებულობს ფუტკრის ყველა ნამუშევარ პროდუქციის სუნს მან თვითონ. აუცილებლად მოგაწყვეტ ბახილებს. ახლა კი შეგვიძლია შევბრძანდეთ. შეხედე, უბრალოდ კარგად დაანახსავა. აი, აქ არის სკებიდან ლაგებული, აქვს გაკეთებული საწოლი მატრასიც და თუ უნდა მატრას ავიღებთ და პირდაპირ ფიცარზე დაწება, მოყოლე ეს მისი გადასაწყვეტია და ფუტკრის ყველა ნამუშევარი სუნი ამოდის ამ ოთახში, არ მიავდება, თუ ძალიან ჩაიხუტა სიმხურვალე, მაშინ ვანიაებდა, ისე არის. ნამუშევარი, ანუ რა კარია წარმოებს ინდგელს, ცვილს, თაფს თუ ჭეოს ყველა პროდუქტს და მის ნასუნთქს რომ ანიაებს ის სუნი ამოდის აქ მისი ჟანგბადი ამოდის ფაქტობრივად ჩვენთან. აჰა. და ვღებულობთ რა საინტერესოა. პოლიცია და ისე გაჩერება რამდენ ხანს შეიძლება? გაჩერება გააჩნია სეზონს. თუ ძალიან ღალიანობაა ბუნებაში, მაშინ 20-დან 40 წუთამდე ვერ გაწევს. საოცრება, ასეთი რამე მე მაგალითად არსად არ მინახავს ბატონო რაულ. მობრძანდით, ვისაც სურვილი გაქვთ აი ესეთი თერაპიის ფუტკრის საუნაში და არ ვიცი, ამაზე მეტი ჯანმრთელობა, ამაზე მეტი მაგარი რაღაც რა გინდა უბრალოდ არ ვიცი რა. ის თაფლი ეს არის ყვავილის შერეული, სხვადასხვა მცენარეების, ახლა კონკრეტულად ერთისა არა. მე მაქვს სპეციალურად რომ არ შეწუხდეს მომხმარებელი, დაგისხამ თაფლს. აჰა. ძალიან მაგარია. და შემდეგ ჩავატაროთ ნატურალური თაფლის გაშინჯვის მეთოდები, ბევრნაირი მეთოდი არსებობს. აჰა. კი ბატონო. მე ეს უფრო მომეწონა. კი. და ტკბილია მე ჩვენ ამას ვართ მიჩვეული და მე პირიქით.